შიდა პარტიულ რეფორმებს ნაციონალური მოძრაობის წევრების უმრავლესობა მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ახალი მართვის მოდელი პარტიის გაძლიერებას ემსახურება. პარტიაში უარყოფენ შეფასებებს, თითქოს მიმდინარე პროცესებით თინე ბოკუჩავა უკმაყოფილოა. თუმცა კითხვები სწორედ ბოკუჩავას განცხადებებმა გააჩინა. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ჯერ ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატზე მოგვიანებით კი რეფორმებზე ისაუბრა. მოქმედმა თავმჯდომარემ არაერთხელ აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მთავარი თანმიმდევრულობაა, რადგან სწორედ ეს განაპირობებს საზოგადოების ნდობას. ამ შეფასებებს არ ეთანხმება ნანუკა ჟორჟოლიანი. მისი განცხადებით არ უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ვინმეს უსამართლოდ მოექცა, ვინაიდან ექს-პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებებს წინ თინე ბოკუჩავასთან კონსულტაციები უსწრებდა. განსხვავებული პოზიციები არსებობს თავმჯდომარის პოზიციის შესახებაც. ბოკუჩავა ამბობს, რომ ფორმალურად გაუქმებულ თავმჯდომარეობის პოსტზე კანდიდატურას არ დააყენებს. ჟორჟოლიანი კი გაკურვებულია ამ განცხადებით, ვინაიდან როგორც თავად ამტკიცებს, პარტიაში თავმჯდომარის თანამდებობა არ უქმდება. მე მიხარია, რომ ამავე ეთერში თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ის რჩება ნაციონალურ მოძრაობაში, საერთაშორისო კონტაქტები და გამოცდილება არის საკვანძო მნიშვნელობის მატარებელი, რაც შეეხება წენას და უთანხმოებას, მე არ მგონია, რომ ამასთან ქონდა საქმე, უფრო შეიძლება განსხვავებული ხედვა ქონდეთ ადამიანებს. ეს არის ახალი სისტემური მიდგომა, როდესაც რეფორმებს სათავეში უდგება თავად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად, ხოლო პარტიაში იქნება გარდამავალი პერიოდი, შეიქმნება შესაბამისი კოლექტიური ორგანო, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მართავს პარტიას და მოამზადებს პარტიას როგორც რეფორმებისთვის, ისე შემდგომში თავმჯდომარის არჩევნებისთვის. ოპოზიციური ალიანსის წევრი პარტიების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ნებისმიერი დიდი პოლიტიკური პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები ბუნებრივად იქცევა საზოგადოებრივი ინტერესის საქმედ. თუმცა მათი შეფასებით არსებული ვითარება პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობას აზიანებს. ამბობენ, რომ ამ ინტერესს თავად პარტიის წევრებიც აძლიერებენ, რადგან შიდა განხილვებისა და უთანხმოებების შესახებ საჯაროდ საუბრობენ. რაც შეეხება იმას, რჩება თუ არა ნაციონალური მოძრაობა მათ გაერთიანებაში, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პარტია ფორმალურად კვლავ ალიანსის წევრია, თუმცა მათ აქტივობებში აღარ მონაწილეობს. ფორმალურად ნაციონალური მოძრაობა ირიცხება ალიანსში. ალიანსში მონაწილეობისა და საქმიანობის კუთხით ისინი არაფერს არ აკეთებენ პრაქტიკულად და არც მახსენდება დიდათ რომ რამე გაეკეთებინა. ზოგადად ნებისმიერ პარტიაში ტექტონიკური პროცესები და მით უმეტეს დიდ მეინსტრიმულ პარტიებში ზოგადად რა თქმა უნდა პოლიტიკურ ველზე გავლენას ახდენს. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ზედმეტი ინტერესია საზოგადოების მხრიდან, შეიძლება ვინმეს ნაციონალურ მოძრაობაში ეს უხარია, მაგრამ გონია რომ ეს მათ პარტიას აზიანებს. პარტიის წევრები ერთმანეთს საჯარო სივრცეში ელაპარაკებიან და პირველად უარეს ამბობენ ერთმანეთზე, ხშირ შემთხვევაში ვიდრე ვინმეს შეიძლება ეთქვა გარედან. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესები პარტიის შიდა კრიზისზე მიუთითებს. მართლგუნდში ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური ძალა დასუსტებულია, თუმცა მხოლოდ პოლიტიკური პროცესები საკმარისი არ არის და პარტიის საქმიანობას შესაბამისი სამართლებრივი შეფასებაც უნდა მიეცეს. ხელისუფლებაში კიდევ ერთხელ მიანიშნებენ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე და აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის საბოლოობებს სწორედ ეს უმაღლესი ორგანო განსაზღვრავს. აგენტურა არის მოშლილი. ეს ხომ ოპოზიციაც არ არის, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა და აგენტურა გამომდინარე იქიდან რომ იბრძვის პირველობისთვის პატრონების წინაშე ამ კონკურენციაში ისინი ასე ვთქვათ ვერ ახერხებენ იმ წარმატების შენარჩუნებასაც კი რაც ჰქონდათ თუნდაც წლების წინ. ეს არის აგენტურა სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, მათ საბოტას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება და ამისათვის რა თქმა უნდა ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს. მიმდინარეობს ბრძოლა შიდა ასე ვთქვათ ხელმძღვანელი პოზიციებისთვის. ჩვენ ვხედავთ რომ სააკაშვილიც აქტიურობს, Google-ის საათივით ყოველ ერთ საათში გამოვა და განცხადებებს აკეთებს. ეს ჩვენ მიგვანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილს რეალურად სურს რომ არ დაავიწყდეს საზოგადოებას და ეს რაღაცა თავისი დესტრუქციული და დემაგოგიური განცხადებებით საზოგადოებას მუდმივად თავი შეახსენოს. ივლისის ბოლოს პარტიის ყრილობა გაიმართება, სადაც 6 თვიანი ვადით დროებითი მართვის ორგანოს აირჩევენ. პარალელურად მუშაობას დაიწყებს რეფორმატორთა საბჭოც, რომელიც შიდა პარტიულ ცვლილებებსა და პარტიის განახლების პროცესს უხელმძღვანელებს. სწორედ ამ რეფორმების დასრულების შემდეგ სავარაუდოდ შემოდგომაზე გახდება ცნობილი, როგორი იქნება ნაციონალური მოძრაობის საბოლოო სტრუქტურა და ვინ ჩაიბარებს პარტიის თავმჯდომარის პოსტს.